სალამი, მე ვარ ეკატერინე ქარდავა, სამართლის დოქტორი, შრომის სამართლის პროფესორი და ჩვენ ვაგრძელებთ შრომის სამართლებრივ საკითხებზე საუბარს. დღეს შეკითხვა ეხება შესვენებას. თქვენ იცით, რომ 2020 წლის დიდმა რევიზიამ საქართველოს შრომის კოდექსში შემოიტანა იმპერატიული შესვენების პერიოდი, სულ ცოტა 60 წუთი. შესვენება არის შეჭრილი დრო სამუშაო დროსა და სამუშაო დროს შორის. მაგალითად, თუ ჩვენ ვმუშაობთ 8 საათიან ციკლში, ამათ შორის შეჭრილი დრო. ისე შრომის კოდექსი ამბობს, რომ შესვენება მაშინ გამოიყენეთ, როდესაც 6 საათზე მეტხნიანი სამუშაო დრო არის შრომის ორგანიზაციაში. ეს ნაწილი ზუსტად ეხმიანება ევროკავშირის დირექტივას, მაგრამ აი ეს ნაწილი, რომლითაც ჩვენ იმპერატიულად 60 წუთიანი შესვენება დავადგინეთ, არაფერ კავშირში არ არის ევროკავშირის დირექტივასთან ან ზოგად ევროკავშირის პრაქტიკასთან. ზოგადად ჩვენ თუ თვალს გადავავლებთ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობას, აბსოლუტურად განსხვავებულად აქვთ დარეგულირებული შესვენებები. მათ შორის შევხვდებით ჩანაწერებსაც მინიმუმ 15 წუთი. და მაქსიმუმი, რა თქმა უნდა, ეს მხარეთა შორის შეთანხმების საკითხია. რატომ ასეთი მიდგომა? იმიტომ ჩემოკარგებო, რომ ევროკავშირში ძალიან კარგად აქვთ გააზრებული შესვენების დოქტრინალური ბუნება. შესვენება არის ჩემოკარგებო იმისთვის, რომ დასაქმებულმა ჭამა მოასწროს, იკვებოს, ენერგია აღიდგინოს და ისევ შეუდგეს მუშაობას. შესვენება არ არის რაღაცა ფუფუნების, ან სამსახურიდან გასვლის და გასეირნების, ან რაღაცა სხვა ასპექტებთან დაკავშირებული. შესვენება არის იმისთვის, რომ დაღლილი ენერგია დაცლილი დასაქმებული ჭამს და ისევ უბრუნდება სამუშაო პროცესს. ამდენად განსაკუთრებით საწარმოო და კომერციულ სექტორებში ჩემოკარგებო, შესვენების იმპერატიული მოთხოვნა თან 60 წუთით, ანუ 1 საათით არ არის ნამდვილად დადგენილი ევროკავშირის კანონმდებლობით. ეხლა რა გააკეთა ჩვენმა ამ ცვლილებამ, რომელიც საერთოდ არ ეხმიანება ევროკავშირის კანონმდებლობას? მოიტანა ის ჩემოკარგებო, რომ როგორც დასაქმებულისთვის, ისე დამსაქმებლისთვის შექმნა პრობლემები. დასაქმებულს ავტომატურად გაეზარდა სამუშაო დრო, რადგან შეჭრილი იმპერატივი 1 საათი ნიშნავს, რომ ის 1 საათი აუცილებლად უნდა შეისვენოს დასაქმებულმა და შემდგომ უნდა გააგრძელოს თავისი სამუშაო დრო და მაგალითად თუ 8 საათიანი სამუშაო დღე აქვს, მთლიანად სამუშაო დღე 9 საათად იქცა და სხვა გზა არ არის, ხოლო დამსაქმებლისთვის, ძალიან ბევრი დამსაქმებლისთვის, რომელიც წმინდა წარმოების პროცესთან არის დაკავშირებული, იქ ამხელა შესვენება შეიძლება ჩემოკარგებო დიდ, ასე ვთქვათ, ფინანსურ არაეფექტიანობასთან იყოს დაკავშირებული. რა თქმა უნდა, შესვენება აუცილებელია, კიდევ ერთხელ ვამბობ, მინიმუმ იმისთვის, რომ დასაქმებულმა ჭამოს და აქედან გამომდინარე აუცილებელი იყო მისი რეგულირება, მაგრამ 60 წუთიანი იმპერატივი ეს ნამდვილად სცდება ძალიან დემოკრატიული ქვეყნების, ასე ვთქვათ, კანონმდებლობასა და პრაქტიკასაც კი. მაგრამ დღეს ჩვენ ფაქტად უნდა აღვიქვათ, რომ ჩვენი შრომის კოდექსი ითხოვს 60 წუთიან შესვენებას, ესე იგი დამსაქმებელმა შრომის მენეჯმენტში ეს უნდა გაითვალისწინოს. სხვა გზა არ არის. მომავალ შეხვედრამდე.